თბილისის უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მასშტაბური ატრაქციონების პარკი ექნება. საქვემოქმედო ფონდ ქართულსა და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია LDP პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს ჩაატარებს. მეორე ეტაპი კონცეპტუალური დიზაინის შექმნას ითვალისწინებს. საუბარია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც გეგმის მიხედვით უპრეცედენტო მასშტაბის რეკრეაციულ გასართობის სივრცე უნდა მოეწყოს. პარკი მოემსახურება როგორც თბილისის მცხოვრებლებს, ისე უცხოელ ვიზიტორებს. ახალი მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დედაქალაქში თბილისის ზღვის არეალში ატრაქციონების პარკი აშენდება. ახალი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია ახალ ფუნქციას ახლო მომავალში შეიძენს. წინასწარ ცნობილია, რომ ახალი გასართობ რეკრეაციული სივრცე თბილისში არსებული დასასვენებელი სივრცეებისგან სრულიად განსხვავებული იქნება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. თბილისის მერიაში მოლოდინი აქვთ, რომ ატრაქციონების პარკი ტურისტებისთვისაც მიზიდულობის ცენტრი გახდება. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული და გასართობის სივრცის შექმნა ხელშეუწყობს ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული მიმართულების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, თბილისის როგორც თანამედროვე ევროპული ქალაქის იმიჯის გამყარებას და რაც მთავარია შექმნის პოზიტიურ გარემოს, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები და ყველა ასაკის ვიზიტორები დაისვენებენ და გაერთობიან. თბილისის ზღვის არეალში ახალი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის ჩატარებას ფონდი ქართულ უზრუნველყოფს. მეორე ეტაპი კი კონცეპტუალური დიზაინის შექმნა იქნება. თბილისის მერიას, ფონდ ქართულს და ბრიტანულ კომპანია LDP შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. ფონდი ქართულს დაფინანსებით და ჩართულობით მოიძებნა სოფლიოში დიდი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანია LDP, რომელიც უკვე მუშაობს შესაბამის მულტიდარგობრივ კვლევებზე, რომელთა საფუძველზეც უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტირება, შემდეგ კი ბუნებრივია განხორციელდება აღნიშნული პროექტი. ფონდი ქართულ კვლავაც ჩვენი ქვეყნის სამსახურშია და გვერდში უდგას ჩვენი ქვეყნის ორგანოებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, თბილისის მერიას, იმ საჭირო პროექტების განხორციელებაში, რაც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს დედაქალაქს. ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია LDP-ს მსგავს პროექტებზე არაერთ ქვეყანაში უმუშავია. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის ჩატარებას ეს კომპანია უახლოეს პერიოდში დაიწყებს. სპეციალისტების ინფორმაციით, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით ისეთ მასშტაბურ გასართობ სარეკრეაციო პროექტს, როგორის შექმნაც თბილისის ზღვის არეალში იგეგმება, ქვეყნისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. ჩვენი პროექტები მოიცავს ყველა სახის ატრაქციებს, გასართობ პარკებს და ინტეგრირებულ კურორტებს. ჩვენ გავუწიეთ საკონსულტაციო მომსახურება 80-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს. თემატური პარკები და ინტეგრირებული კურორტები წარმოადგენს ძლიერ ეკონომიკას. ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებს და აქვთ გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტი. სწორედ ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამიტომ ჩვენ ვართ უაღრესად კმაყოფილი, რომ ჩართული ვართ ასეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში. ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის ჩატარების შემდეგ უკვე პროექტირებაზე მუშაობის დაწყება იგეგმება. ამ პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ უფრო მეტი დეტალი პროექტის ვადებთან და მის ბიუჯეტთან დაკავშირებით ცნობილი სწორედ ამის შემდეგ გახდება.